ჩავარდნილი ნაცნაიდნის შემდეგ ხედავთ რომ დაგული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები არიან გადასული იმაზე რომ რამდენად ცირით მეც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის პოლიციანი მიაყენოს ბიზნეს საქმიანობას და ეს შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ძალადობების არის განწირული წარმატებლობისთვის, ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, ნაცნაიდანი ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისტემური ძალადობა, უხეში სისტემური ძალადობა, რასაც ჩვენ ხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგრიათ შესაბამის სუბიექტებს, გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის, ეს რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენლებს, კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც იხლავთ. რა თქმა უნდა, არ დაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განხილება როგორც წვანეშუქი ძალადობაზე, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო. გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავდა ძალადობას პოლიციელებზე, ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე და ადამიანები, რომლებიც მანამდე მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ისევე როგორც მდიდარი NGO-ების ლიდერები იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ მძიმე უხეში სისტემური ძალადობის გამო, რომელსაც ხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე, ხედავთ მთელი ამ დღეების განმავლობაში. სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა შევეხო, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა არჩევნების თემას. თქვენ ხედავთ, რომ ჯერ ევთოდირმა აღიარა ეს არჩევნები, პირდაპირ საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა ასევე არჩევნების ლეგიტიმაცია, თან ეს მოხდა 7 მოსამართლის ხმით. თქვენ გახსოვთ, რომ 3 მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად. ამ შემთხვევაში ამ 3-დან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ის გახდა ლიბერალური ფაშიზმის ბულინგის, ეგრეთ წოდებული ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთოდირის დასკვნა. მე შეგახსენებთ, რომ ეუთოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და არის წარმოდგენილი ეუთოდირის დასკვნა. არის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური სამართლებრივი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან რა თქმა უნდა კავშირში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში. გულისხმობ კიდევ ერთხელ პირველ რიგში ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ ბიუროკრატებს,
და სამწუხაროდ მათ ჩართული ყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და გულისხმობ, რა თქმა უნდა, შესაბამის ინსტიტუტებს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანამდე სამწუხაროდ არის იმის ხიამსწელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქმედ ელჩთან არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახეც კი მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ეგრეთ წოდებულ ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით ქალბატონ რობინ დანიგანს, რობინ ქარდიგანი დაარქვეს. ამის გამო ეს მოფერებით, რა თქმა უნდა, ხუმრობით არის უწყინარი ხუმრობა, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად. ბოლოს დასასრულს მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციას მოთმინებისთვის და პროპორციული ქმედებისთვის. მოგესალმებით. ნოსოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი, ბატონ პრემიერო, თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, მაქვს დამეზუსტებელი კითხვები, თუმცა მანამდე მინდა დაუბრუნდა ისევ 28 ნოემბრის თქვენს განცხადებას. ბევრჯერ მოვისმინეთ თქვენი არგუმენტაცია, არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი თანაგუნდელების მხრიდანაც, თუ რატომ გაკეთდა ის განცხადება, რაც გაკეთდა, ითქვა, რომ დეკემბერში შეიძლებოდა ბრიუსელის გადაწყვეტილებას გაცილებით რთული პროცესები მოყოლოდა და ითქვა, რომ სხვა აქტორების ჩართულობითაც ასეთი ინფორმაცია გაქვთ. თუმცა მაინც რჩება კითხვა, მათ შორის თქვენ სამომრჩეველში, გნებავთ გულშემატკივრებში, რატომ არ სჯობდა, რომ სახელმწიფო რაღაცნაირად დალოდებოდა ბრიუსელის გადაწყვეტილებას და შემდეგ პროცესები თუ დაიძაბებოდა ქვეყანაში, ეს ერთგვარად შეიძლება ითქვას, იქნებოდა თქვათ მიზეზი ბრიუსელის და არა ხელისუფლების განცხადების. რატომ არ იქნებოდა ეს ნაბიჯი უფრო სწორი? ჩვენ გავიხსენოთ ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში 2022 წლიდან, 2022 წლის ივნისში ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებით უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ გამოვიდნენ პროტესტით ჩვენს წინააღმდეგ. ანუ ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არ გააპროტესტეს, რომელსაც არავითარი ახსნა და დასაბუთება არ ჰქონდა. გააპროტესტეს რაღაც ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ არაფერი დიდი განსხვავება არ არის ის იტყვის რამეს თუ შენ იტყვი რამეს. ამ ადამიანებისთვის თვითმიზანია პროტესტის გამოხატვა. ანუ ნიშნულობა არ აქვს, ვინ არის ინიციატორი რაიმე გადაწყვეტილების. 2022 წლის ივნისში მოხდა ეს. ევროკავშირმა ხელი კრა ქართულ ხალხს, ანუ ევროკავშირში გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამის გადაწყვეტილების მიღებაზე, 2022 წლის ივნისში ხელი კრეს ქართულ ხალხს, როცა არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანება, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას. ხო, ანუ ევროკავშირმა გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და ისევ ჩვენ გამოგვაცხადეს არა პროევროპულად. თვითონ გამოაცხადეს საკუთარი თავი ამ პოლიტიკოსებმა და ბიუროკრატებმა პროქართულებად, როცა ქართულ ხალხს ხელი კრეს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე და ამასობაში ჩვენ გამოგვაცხადეს არა პროევროპულ ძალად, როცა ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამის შემდეგ წელიწადნახევარი ჩვენ ვიხვეწებოდით, პირდაპირ გაგებით ვიხვეწებოდით ამ ადამიანებს, რომ მოენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. არ მოგვანიჭეს, წელიწადნახევარი გვახვეწნინეს და არ გვანიჭებდნენ, არც დეკემბერში მოგვანიჭეს, მე მქონდა ჩანსი გაზაფხულზე მოენიჭებინათ, წელიწადნახევარი ხელოვნურად აწვალეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენ ვიყავით არაპროევროპული და ისევ თვითონ იყვნენ პროქართულები, ხო? ნუ ასე მივედი დეკემბრამდე. დეკემბერში გაცვდა უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა ეს სტატუსი, მაგრამ უკვე 2024 წელს დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნით და ისევ ჩვენ ვართ არაპროევროპული. ანუ ჩვენ ვიხვეწებოდით ერთი წელი მოენიჭებინათ მოლაპარაკეები, გაეხსნათ მოლაპარაკეები, არ გვიხსნიდნენ და ისინი იყვნენ პროქართულები და ჩვენ ვიყავით
არა პროევროპულები. ხო, ეს არის პარადოქსი, ნონსენსი, რასაც თავისი ახსნა აქვს, ვიღაცას უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების მათ შორის დაშანტაჟება, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. და ამას რატო ვიხსენებ, რომ ინიციატორი ვინ იქნება, ამიტომ გადაწყვეტილების არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ადამიანებს უნდა რაღაცის გაპროტესტება და ყოველჯერზე აპროტესტებიან ხოლმე. და ეს ადამიანები რესურსს აგროვებდნენ რეალურად, როგორც ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, წინასწარ გვემუქრებოდნენ თან იგივე ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, შეგიძლიათ ამოიღოთ მათი განცხადებები, თან მაიდანს ახსენებდნენ და თან გვემუქრებოდნენ. ხო, ეს ხო ხელის გულს ეტევს. ამიტომ ყველაფერი მზადდებოდა. რაც მზადდებოდა 20 დღით გვიან, ის რეალურად გაშიფრეს 20 დღით ადრე. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ყველაფერი კარგად, რაც შეეხება ევროინტეგრაციას, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვი. დადონ ხვალვე დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, ვიდრე უკრაინა, ვიდრე ბოსნია, მაგრამ იქ არის ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ წასული თითოეული ქვეყანა და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული. ეს არის რა თქმა უნდა უსამართლობა. ამაზე უნდა იმშელოს რა თქმა უნდა ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა უსიამოვნოა ის რაც ხდება, რაც ხდებოდა 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის არ არის სასიამოვნო ყველაფრის გავლა, თუმცა ეს არის უკვე მეოთხე მცდელობა, ამასაც შეგახსენებ, ჩვენ ქვეყანაში ნაცმაიდნის მოწყობის ეს მცდელობაც ჩავარდა და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ რო ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე. აქაც სწორედ იმიტომ რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ვერად უფრო ჩქარავილი წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე. მადლობა. ჩემი შემდეგი კითხვა შეეხება აქციიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც მაგალითად ღიად არის საუბარი მსხვერპლზე, სამართალდამცველებზე, ძალადობის თავდასხმის დაორგანიზებაზე. ვის თუ ასეთი რამ მოხდა და იმედი არ მოხდება, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც გავრცელდა ეს ჩანაწერი, ვცდილობთ მოვიპოვოთ ოპოზიციის პოზიცია, რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე, თუმცა დუმილია ძირითადად და ეს დუმილი ხომ არ განიხილება ხელისუფლებაში ერთგვარად აი ამ მსგავსი პროცესების წახალისებად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აჩვენებს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის საერთო სულისკვეთებას. ასევე ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში ყველამ დაინახა, რომ ჩავარდა ნაცმაიდანი, მორიგი მცდელობა, მეოთხე მცდელობა 4 წლის განმავლობაში და ისინი არიან გადასული ასეთ ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს. ყველა ხედავს, რომ ეს პროცესები, ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად გოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ყველა ხედავს, რომ არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები. ბატონო ირაკლი, ერთგვარი აღიარება მოვისმინეთ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ის პირდაპირ ამბობს, რომ მათ სთხოვეს, რომ არ მომხდარიყო საპარლამენტო არჩევნების აღიარება და პირადად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს, რომ თხოვნა მოდიოდა მისგანაც. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტი ასეთი თხოვნით მიდის, რა ვიცი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაგალითად. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის რა თქმა უნდა ღალატი. ზუსტად ასეთივე აგიტაციას აწარმოებდა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანას მიიღო კანდიდატის სტატუსი. რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილი კამპანიას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მოგვიანებით მან განაგრძო ასეთივე ანტიკამპანიის წარმოება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ახლა ის აწარმოებს ასეთივე კამპანიას არჩევნების, ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის ღალატი, თუმცა ღალატი არის ის, რაც ამ ხალბატონს ახასიათებდა პირად ცხოვრებაში და ახლა ახასიათებს უკვე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვაგრძელებ კითხვებს უკაცრავად კოლეგებთან. აქციებთან დაკავშირებით მაქვს პრინციპში რუსთაველზე ჩვენი დიდი ნაწილი ვუყურებთ ახლა იმ სურათს, რაც
ძირითადად ალბათ არქივიდან გვაქვს ნანახი, გულისხმობ ჩემს კოლეგებს, დალეწილია რუსთაველის გამზირი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გაძარცვულია მაღაზიები, როცა თქვენ ამას ხედავთ, რა არის თქვენი შეფასება? ქვეყანას ყავს მტრები, პირველი ეს უნდა ითქვას და არის ამ წლების განმავლობაში არის პირდაპირ კოორდინირებული მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა არიონ, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ქვეყანაში შემოიტანონ ომი და რა თქმა უნდა ამ პროცესების გაგრძელება ის, რასაც ხედავთ ჩვენ დღეს თბილისის ქუჩებში რუსთაველის გამზირზე. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ 4-ვე მცდელობა უკვე ჩავარდა ნაცმაიდნის მოწყობის და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ არის მასშტაბური კოორდინაცია ამ ყველაფრის უკან. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე ნაწილში, მაგრამ აგრეთ სულ ნაწილში არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ თავის როცა ჩვენ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭრელობის თაობაზე. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ამ იდეოლოგიის გავრცელება, ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. მე როცა გავიხსენე კონკრეტული ფაქტი, ხო, როგორ რია ჟიოტაშით გამოიხმაურა კონკრეტული ლიბერალი ფაშისტი პოლიციელისთვის მძიმე ზიანის მიყენებას. ხო, ეს ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება და ზუსტად ასეთ ადამიანებს არ ეკრუტებდნენ ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა უცხოური დაფინანსებით. და ამ დაფინანსების გამჭრელობის წინააღმდეგ როგორ იბრძოდნენ, ესეც გახსოვთ, ხო, შარშან ნაცმაიდნის მეორე მცდელობა დაუკავშირეს სწორედ გამჭრელობის განოს და წელსაც ნაცმაიდნის მესამე მცდელობა დაუკავშირეს ასევე გამჭრელობის განოს. რატომ? იმიტომ რომ მათ არ უნდათ ღიად გაიშიფროს ის მცდელობები, რაც დაკავშირებულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამიტომ ჩვენ ქვეყანა შეერდება, რა თქმა უნდა, გამჭრელობა, შეერდება სიმშვიდე და შეერდება სტაბილური განვითარება. ბატონო პრემიერო, თქვენი განცხადების დროსაც შეეხეთ სკოლების პოლიტიზირების მცდელობას, პრინციპში მცდელობა კი არა, უკვე ფაქტებს ვუყურებთ და რამდენიმე დღეა ეს გრძელდება. თქვენ როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება ამ პროცესების მართვა და აღნიშნეთ, რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს ამბობენ თბილისში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ, ისინიც არაფერს არ ამბობენ. ელოდებით თუ არა, რომ ვინმე დაინახავს იმ ფაქტებს, რაც სკოლებში არასრულწლოვანთან დაკავშირებით ხდება და აი პროცესების მართვა როგორ წარმოგიდგენიათ? ლიბერალური ფაშიზმი არის ყველგან შესული, მათ შორის იმ ორგანიზაციებშიც, ეს ხო გამოგნებელია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებული ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვით. თქვენ ხედავდით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ყავდათ ჩართული გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს, ხო? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ამას არ ჭირდება შეფასება, ამას არ ჭირდება გამოხმაურება პირიქით. ერთადერთი რაც ჩვენ ვიხილეთ, მეორე მხრიდან ეს იყო წამახალისებელი განცხადებები, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამაში ჩაერთო მთელი რადიკალური ოპოზიცია, მთელი მათი მედია საშუალებები ჩაერთნენ ამ ყველაფერში, ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ სახეს. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი, როცა ბავშვებს რთავ არა მარტო პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ რთავ ძალადობაში, ეს არის ფაშიზმი და მეტი არაფერი, ამორალური, ყოველად ამორალური საქციელება. ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება დღეს დაგეგმილ დებატებს. პირველ რიგში თქვენ ხართ შეთავაზების ავტორი, რა არის თქვენი мотиваცია კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და მეორე, რა შეიძლება რა მოლოდინი გაქვთ, რას დაინახავს ქართული საზოგადოება ამ დებატიდან და მაინც დავაზუსტებ თუ შეიძლება ეს დებატი შედგება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, რაღაც კითხვებიც არის ამასთან დაკავშირებით. ვიცით რომ ადმინისტრაციაში არა, თუმცა აი რა ფორმატს თავაზობთ. კი, ტელევიზიის შენობაში ეს არის შემოთავაზება და ჩვენ ვართ მზად, რა თქმა უნდა, ამ ფორმატისათვის. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას, ჩვენ ბუნებრივია საუბრობთ ასე მონოლოგის რეჟიმში, დღესაც საუბრობ ჩვენ პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში, პრესკონფერენციის ფორმატში, მაგრამ რა თქმა უნდა დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში არის კიდევ უფრო მეტი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ნახოთ რა აქვს სათქმელი.
გავიგოთ რა სათქმელი თუ რაიმეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები ჩვენ მზად ვართ რა თქმა უნდა რომ ჩვენ პოზიციას გადავხედოთ ეს გავიგეთებია სხვადასხვა დროს ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები მაგრამ თუ დაინახავენ რომ ჩვენ ხარ ეს არის სიმართლე კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ თუ ეყოფათ ამისათვის რა თქმა უნდა რესურსი ნახოთ როგორ იქნება ერთიც უნდა აღენიშნოს რომ არის ძალიან სერიოზული ასევე ლიბერალური ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო NGO-ები ჩაერთნენ ამ თავდასხმაში ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ ცდილობენ რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე ნუ იმედია რომ მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ საბოლოო ჯამში დებატებზე თქვენ თქვით რომ თქვენ აღიარების პრობლემა არ გაქვთ მათგან რა მოლოდინი გაქვთ ნახოთ დიდი მოლოდინები შეიძლება არ მქონდეს მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავაკეთებდი ასეთ განცხადებას კარგით კიდევ მაქვს კითხვები თქვენ განცხადების დროს შეეხეთ ქარდებს რომელსაც ბოლო პერიოდია ამერიკის საელჩო აქვეყნებს გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ დაიწყეს ეს პროცესი ისაუბრეთ ელჩზე მოფერებით სახელზეც თუმცა დიპლომატიაში რამდენად ჩდება ის რასაც ვუყურებთ და რისი თქმა უნდათ აი ამ ყველაფრით ну ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ვენის კონვენციის დარღვევა თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად ანუ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისათვის და ახლა უკვე ეს ქარდები იდება იმისათვის რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი ყველა სწოდი ის არის რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც იქნება აღქმული როგორც მწვანე შუქი ძალადობას. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი რა თქმა უნდა ამ ქარდებში. მე იმედი მაქვს რომ 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩო საქმიანობას. ბოლოს წინა კითხვას დავსვა. ელჩოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მხარეებს მოუწოდებს რომ პარლამენტში საუბრობს პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობაზე, მანამდე ვნახეთ თქვა არჩევნების შედეგების აღიარება. ელოდებით თუ არა რომ გაითვალისწინებენ თქვენი ოპონენტები ამ მოწოდებას იმის გათვალისწინებით რომ ვნახეთ თქვა რასაც ამბობენ ბოლო პერიოდში უკვე ევთო ოდირთან დაკავშირებით. ну რეალურად თქვენ ხედავდით რომ ევთო ოდირზე თავდასხმები დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე, გაგრძელდა არჩევნების შემდეგ და ну ეს არის ის პროცესი, რასაც ვაკვირდებით. ну აქედან გამომდინარე შეიძლება დიდი ოპტიმიზმით არ ვიყოთ ჩვენ განწყობილი, თუმცა თავისთავად კარგია ის რომ ეს თავარი სადამკვირვებლო მისია, შესაბამისი ორგანიზაცია ასეთი ტიპის მოწოდებებს ავრცელებს ოპოზიციის მიმართ. რამდენად შეისმენენ ისინი ამ მოწოდებებს, ეს ცალკე საკითხია. და ჩემი ბოლო კითხვა ეხება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 14%-ით არის გაზრდილი, ასევე გაიზარდა იცით თქვენ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. ეს პროცესები ამ პროცესების ფონზე ეს ზრდა საიდან გამომდინარეობს, რომ გითხრათ, მართალია წინა კვარტლის არის და როგორი არის თქვენი შეფასება, როგორ გაგრძელდება უკვე შემდგომ ეკონომიკის განვითარება? კი, ანუ ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება. მათ შორის არა მარტო მესამე კვარტლის მე-10 თვის მონაცემებიც გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ნაწილში და ბრუნვა და ზრდა ერთმანეთთან არის დაკავშირებული კორელაციაში და მე-10 თვეც, ანუ ოქტომბრის თვე დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10% უღნიშნო ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ წელს, ეს არის შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. ასეთ რამდენიმე დღიან ძალადობა შეუძლია, რა თქმა უნდა, მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა პირველ დონეშულს, აქაც იგივე იქნება. ანუ ლარის კურსის დასტაბილურდება და ეკონომიკას დასტაბილურდება. ჩვენ წლის ბოლოსთვის გავალთ, მე ვფიქრობ, მინიმუმ 9.5%-ზე ეკონომიკური ზრდის კუთხით, ანუ გვექნება ძალიან მაღალი მაჩვენებელი, შარშანდელი მაჩვენებელი იყო 7.8%, წელს გვექნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი. თან ეს ხდება, სწორი მინიშნება იყო რადიკალიზმის ფონზე. მათ შორის საარჩევნო პერიოდში გახსოვთ, რომ არ იყო მაინც და მაინც მშვიდი გარემო, ამ ფონზე ჩვენ მოახერხეთ და 10% გავზარდეთ პირველ თვეში ქვეყნის ეკონომიკა. თქვენ ერთ წამით წარმოიდგინეთ
რომ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა ეს რადიკალიზმი, მუდმივი მცდელობა, 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობა 4 წელიწადში. რა თქმა უნდა, ტემპი გვექნებოდა კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეს არის ის რისი წახალისებაც ხდება სამცხოვრებო უცხოური დაფინანსებით. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმიც შემცირდება და ეს ასევე დაეთყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ბატონო ირაკლი, თქვენი საუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მე მაინც ამ მიმართულებით მინდა დავსვა კითხვა, ერთის მხრივ თავად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ანუ რას ამბობს რეალურად ეს გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ გამოხმაურებებზე, რომელიც მოვისმინეთ მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო ფაქტობრივად დანის ჩარტყმა კონსტიტუციისთვისო და კონსტიტუციის გადახევა და ახლა რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო დარჩენილი, როგორ იქნება პასუხი და შეფასება. თავისთავად ამ სიტყვებს რომ იყენებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, მართლაც გამსვერელება, ეს არის მთავარი მიზეზი მის მძიმე ემოციური მდგომარეობის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება. ერთი რა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც დევს ხელის გულზე, თვითონ ოპოზიციამ ვერაფერ ვერ წარმოადგინა, ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ქვია გაჟონვა ბიულეტენიდან, ამ დროს ეს გაჟონილი ბიულეტენიც კონვერტში იყო ჩადებული, ხო? სადაც ამორჩეველი სწორად მონაწილეობდა პროცედურებში, არსად ხმის ფარულობა არ იყო დარღვეული და მთელმა ისვედმა, რომელიც აკვირდებოდა 700,000 ამორჩევოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა. და ეს ბოლო არგუმენტიც აქვს ხელიდან გამოცვლილი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ ქონდა ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო პრაქტიკულად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია, თქონდა რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება. მოგესალმებით, ბატონ პრემიერო, ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე მინდა კითხოს, ლუიშ გრაცმა მოვლენების შეაფასა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, გამოთქვა შეშფოთება და თქვა ისიც, რომ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოიქცეს როგორც პროტესტი, ისე ამ პროტესტის მიმდინარეობა, ამავდროულად თქვა მან ისიც, რომ ეუთო-ოდრის რეკომენდაციების განხილვა შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა, რომ საპარლამენტო ფორმატში მიიღონ მათ მონაწილეობა. ეს არის თუ არა, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვების მოხსნა, მსგავსი განცხადება. რეალურად არც ერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. არის ეუთო-ოდრის დასკვნა. ყველა შეუძლია განიხილოს ეუთო-ოდირთან, რა თქმა უნდა ეს დასკვნა. შესაბამისად, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს, თუმცა გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდება. Mr. Kubachidze, a question for the German television. Clearly, a lot of people on the streets are not happy with the course of the current government, but also inside the administration, ambassadors are resigning. Do you consider at all stepping back as well? So we have 5,000 persons on the street, and we had the parliamentary elections just very recently, and the Georgian Dream Party managed to receive 1,120,000 votes in these elections. And again, so you can compare 1,120,000 and 5,000 people protesting something on the street which has no grounds. So that's the current situation. There is a violent crowd, it's around 500 persons, but you see that the police is acting according to the principle of proportionality. We have some incidents during the first 2 days, but during the last 4 days there was 0 incidents even. So there is the proportional action. So that's why the Maidan has failed in Georgia, and the opposition is extremely destroyed. So finally they are destroying themselves. There's allegations as well of police being too brutal, people being beaten as well. So there was again a couple of incidents during the first 2 days, but afterwards we had a lot of instructions, we had a lot of advice, and so finally we managed to avoid incidents, even the incidents during the last 4 days. But nobody is condemning at the same time as nobody is condemning systemic and rough violence from the side of the violent crowds, which is of course which is just disappointing.